CSKO-ში დატოვებული ერთი ხმა ქრისტიან დემოკრატებს ძვირად დაუჯდათ. ინგა გრიგოლია გლდანში კენჭს აღარ იყრის. არჩევნებიდან გამოციშვის გადაწყვეტილებას ყოფილი ჟურნალისტი სწორედ საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ ახალ დადგენილებას უკავშირებს, თუმცა გრიგოლიას წერილობითი განცხადების მიუხედავად მისი პარტიული მეგობრები მაჟორიტარობის კანდიდატის დაკარგვას სულ სხვა მიზეზით ხსნიან. ინგა გრიგოლია ამ დრომდე არ კონტაქტობს მედიასთან, შესაბამისად უცნობია რჩება თუ არა ის პარტიაში, რომელმაც ხმა მედიის თავისუფლების შეზღუდვას მისცა. ნახეთ ქრისტიან დემოკრატთა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. ინგა გრიგოლია ამ დრომდე დუმს. ქრისტიან დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი დღეს მხოლოდ სოციალური ქსელით შემოიფარგლა. მაჟორიტარობის კანდიდატმა საზოგადოებას Facebook-ით აცნობა, რომ გლდანში თავისი კანდიდატურა მოხსნა. მიზეზად კი საკუთარი გუნდის მიერ მხარდაჭერილი CSKO-ს ახალი დადგენილება დაასახელა. ყველა ზარის, ყველა SMS-ის, ყველა კომენტარის აპასუხოთ, რომელიც გუშინდელიდან მოყოლებული დამხვდა, გპასუხობთ. იმის მიუხედავად, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით ბევრად განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რომლის გატანაც ხელისუფლებას უნდოდა და იმედია ქრისტიან დემოკრატები გააკეთებენ განმარტებას, რატომ დაუჭირეს მხარი, რადგან დარწმუნებული ვამტკიცებდი, რომ ჩვენები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. ვასრულებ ჩემს პირობას და არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას. თანაპარტიელის გადაწყვეტილებას პირველი ლევან ვეფხვაძე გამოეხმაურა და გრიგოლიას ნაბიჯი ფსიქოლოგიური ზეწოლით ახსნა. ეს იყო განმიზნული, ასე ვთქვათ, დაგეგმილი ფსიქოლოგიური ზეწოლა და მე ვისაუბრე დეზინფორმაციაზე, ეს იყო არასწორად მიტანილი ინფორმაცია. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში ქრისტიან დემოკრატებმა კიდევ ერთი და გასხოვებული კომენტარი გააკეთეს. ამჯერად თქვეს, რომ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი CSKO-ს დადგენილება არ ყოფილა. ჩვენ საუბრობთ გარკვეული დღეების განმავლობაში იმ რეალურ ვითარებაზე, რომელიც იქნება გლდანში და იმ ტოტალური გაყალბების მოლოდინზე, რომელიც იქ იქნება. შესაბამისად, ამან ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინა და რა თქმა უნდა, ამას კიდევ ემატებოდა დანარჩენი ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები, თუნდაც იქ სოციალურ ქსელებში. უკვე ყოფილ კონკურენტს გადაწყვეტილება მოუწოდა გლდანში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა. მე ვიცოდი, რომ ამ ნაბიჯს გააკეთებდა. ინგას დაუფასდება თავისი ნაბიჯი ქართველი ხალხისგან. ქრისტიან დემოკრატები ამტკიცებენ, რომ ინგა გრიგოლია პარტიიდან არ მიდის და საკრებულოშიც რჩება. მომავალ გეგმებზე თავად გრიგოლიას პოზიცია ჯერ უცნობია. თუმცა პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში ყოფილ ჟურნალისტს უკვე სთავაზობენ ტელევიზიაში დაბრუნებას. მაესტრო მას ეპატიჟება საკუთარ არხზე და ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ინგა მიიღებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას. სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლიას მისამართით შეკითხვები CSKO-ს ახალი დადგენილების განხილვამდე რამდენიმე საათით ადრე გაჩნდა. ჯერ კიდევ გუშინ Facebook-ით მაჟორიტარობის უკვე ყოფილი კანდიდატი ამტკიცებდა, რომ ძირითადად ჟურნალისტები დაკომპლექტებული მისი გუნდი ჟურნალისტებზე დადგენილებას მხარს არ დაუჭერდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის პირობას დებდა, რომ ფაქტს გააპროტესტებდა და სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა.